გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე, დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. მოგესალმებით ბატონ მიხეილ, მადლობა რომ ბატონ სტუდიაში. მოგესალმებით ჩვენ პალცეულ მაყურებელს. დავიწყოთ აღლუმით, რომელიც გაიმართა პეკინში, ჩინეთში 80 წლისთავი აღნიშნეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. და საკმაოდ ბევრი ლიდერი იმყოფებოდა ამ აღლუმზე, მათ შორის იყო რუსეთის პრეზიდენტი, სხვათა შორის აქვე იყვნენ აზერბაიჯანის პირველი პირი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი პაშინიანი. ბევრი სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკება შედგა, პირისპირ შეხვედრები იყო, როგორც რუსეთის პრეზიდენტთან, ასევე თავად ჩინეთის პრეზიდენტმა გამართა არაერთი შეხვედრა და ჩვენ ვიცით რომ ამ აღლუმზე ძირითადად იმყოფებოდნენ შანხაის ხელშეკრულების ქვეყნების ლიდერები და აგრეთვე დამკვირვებელი ქვეყნების წარმომადგენლები, ამ ქვეყანათა ხელმძღვანელები. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმაც გამართა მოლაპარაკებები. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი დღის წესრიგი იყო, გარდა იმ აღლუმისა, რომელზეც ჩინეთმა წარმოადგინა თავისი უახლესი ტექნიკა და მათ შორის ბალისტიკური რაკეტა. ცივი შხაპი იყო ანგლოსაქსებისთვის, როგორც ჩანს, ამის შემდეგ ამას მოყვა დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ის უკმაყოფილოა პუტინით და საერთოდ შეთქმულების თეორიებზე დაიწყო აპელირება, ანუ ეს შეთქმულებაა შტატების წინააღმდეგო. ამას მოყვა გამოხმაურება პესკოვის მხრიდან, რუსეთის კრემლის პრესპიკერის მხრიდან, რომ არავითარ შეთქმულებას უბრალოდ ამისთვის დრო და სურვილი არ გვაქვს, რომ შეთქმულებებზე ვილაპარაკოთ. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით და როგორ შეაფასებდით თავად ამ აღლუმს და მის პარალელურად გამართულ არაერთ შეხვედრას? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. არ დაგიმალავთ, ძალიან გახარებული ვარ. მე იშვიათად ემოციები კი მაქვს ხოლმე, მაგრამ აი ეს 3 დღე ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მიხარია ის, რაც ხდება. როგორც ადამიანურად მიხარია, ასევე პოლიტიკურად მიხარია, ასევე მიხარია იმის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს იქნება ძალიან კარგი, აი ეს ცვლილებები, რაც ხდება. 20 წლის წინ ქალბატონ მაია მიშელაძეს მივეცი ინტერვიუ, მაშინ შანხაის ხუთეულზე იყო საუბარი, ეს იყო 2005 წელი და მან თავის გაზეთში ესე დაბეჭდა, რომ ქართულმა ექსპერტმა საქართველოს გადარჩენის ახალი გზა მოიძიაო. არ დაგიმალავთ, ძალიან გახარებული ვარ იმ შედეგებით, იმ პროცესებით, რომელიც მიმდინარეობს და მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება ჩინეთის დედაქალაქში. ამავდროულად ნებამომეცით მიულოცო ჩინეთის ხელისუფლებას, ჩინელ ხალხს ეს დიდი გამარჯვების აღნიშვნა, უსურვო მშვიდობა, წარმატებები, რადგანაც დღეს და ისედაც და უმეტეს დღეს ჩინეთი ხდება, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითხოვთ ბატონო დავით, წლების მანძილზე ვსაუბრობთ, ჩინეთი ხდება ეკონომიკური, პოლიტიკური, მათ შორის უკვე სამხედრო პოლიტიკური კონცენტრაციის ცენტრი, რაც პრაქტიკულად მსოფლიოს ცვლის. ეხლა რაც შეეხება აღლუმს, რაც შეეხება მათ ვინ დაესწრო, ვინ დატოვა, რა გვიჩვენა ამ აღლუმმა, ვინ იდგა ბატონისის ხელმარჯვნივ, ხელმარცხნივ, მის გვერდით მეორე, მესამე კაცად, ვინ იდგა ბოლოში, ვინ იდგა უკან. ამას ყველაფერს დიპლომატიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ დავინახეთ, რომ ამ აღლუმზე ეს უკვე მეორე ეტაპია, პირველი ეტაპი იყო ეკონომიკური, რა თქმა უნდა, მაგას დაუბრუნდებით. ამ აღლუმზე დაფიქსირდა უკვე სამხედრო სტრატეგიული თანამშრომლობის პირველი კონტურები და ჩვენ პარტიის Facebook-ზეც, ჩემს პირად Facebook-ზეც აღვნიშნე არაერთხელ, რომ მიმდინარეობს მსოფლიო გადანაწილების პირველი ეტაპის მეორე შეხვედრა. პირველი ეტაპი მოგესალმებით იყო ალიასკა, პირველი შეხვედრა იყო ალიასკა, მეორე შეხვედრა გახლავთ უკვე ჩინეთში მიმდინარე ეს 4დღიანი ვლადიმერ პუტინის ვიზიტი, რომელიც ალბათ ისტორიას დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ყველაზე ნაყოფიერი, არა მარტო რუსეთისთვის, არა მარტო პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ რა ვნახეთ? ნახეთ ის, რომ ჩინეთმა უკვე ხმამაღლა განაცხადა არა მარტო ეკონომიკური ჰეგემონიის
ფუნქციების აღება თავის თავზე, თავის რეგიონში, მსოფლიოში და ჩვენ ვთქვით, რომ მსოფლიო აღარ იქნება ერთპოლარული, ამას დიდი ხანია ვსაუბრობთ და ერთი პოლუსი უკვე მთლიანად ჩამოყალიბდა და ამ პოლუსთან იყო ძალიან გავლენიანი სახელმწიფოები. პრაქტიკულად ევროპას აჩვენეს, რომ ის აღარ არსებობს. აღარ არსებობს ნატო. მით უმეტეს აი ამ უკრაინა, რუსეთ-უკრაინის ტრაგედიის ფონზე ნატო და ნატოს ქვეყნები პრაქტიკულად დაცლილია ემოციურად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით ის ბოდავა, რომელსაც დღეს მერცი ბოდავდა, რომ მან უნდა დაამარცხოს და გაანადგუროს რუსეთი ეკონომიკურად, ამავდროულად უნდა გააგრძელოს მასთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ამავდროულად არ უნდა გააგზავნოს იქ სამხედრო შენაერთები. ეს ნიშნავს იმას, რომ აი ამ დღევანდელმა აღლუმმა ნატო პრაქტიკულად დაასრულა. არავის აღარ აქვს იმის ილუზია, რომ ამ აღლუმზე ისევე როგორც შეხვედრების სურათებზე ჩვენ დავინახეთ ბატონი სი და ბატონი ვლადიმერ პუტინი და ბატონი კიმ ჩენ ინი, რომელიც უკვე განასახიერებს იმას, რომ დასრულდა ის მსოფლიო, რომელიც დღემდე იყო. დასრულდა ყველა გაგებით, დასრულდა სამხედრო პოტენციალით და კიდევ ერთხელ განმეორდებით ჩვენი ეთერში და ჩვენ ვთქვით პირველებმა, რომ ჩრდილოკორეელი სამხედროები გამოჩნდებოდნენ უკრაინის ფრონტზე და მე ამით ვამაყობ და კიდევ ბევრ საინტერესო რამეს ვიტყვით. აღლუმმა აჩვენა, რომ ჩინეთი ტექნოლოგიურად უკვე იმდენად წინ არის და თუ დაჭირდა ყველა იმ ტექნოლოგიას, რომელიც აქვს რუსეთს და რომელიც აქვს ჩრდილოკორეას, ჩინეთი რა თქმა უნდა მიიღებს და ანალოგიურად რუსეთი და ჩინეთი, რუსეთი და კორეაც, ჩრდილოკორეას მიიღებს იმ შეიარაღებას და იმ ტექნოლოგიებს, რომელიც მათ ჭირდებათ. პრაქტიკულად ძალიან საინტერესო იყო თქვენ რომ ბრძანეთ ვინ ესწრებოდა, ვინ არ ესწრებოდაო. ორი დიდი ქვეყნის ლიდერმა თურქეთის და ინდოეთის დატოვა აღლუმი, ну სხვადასხვა მოსაზრებით ალბათ იმიტომ რომ მაინც ჩინეთის თურქეთი ნატოს წევრია და ჯვარედინი პოლიტიკაა. ხო, ნატოს წევრია და ახლა ანტინატოური კოალიცია შეიქმნა, დღეს კიდევ ერთხელ მიულოცავ იმ ხალხს, ვინც ამას ელოდა და ვინც ცდილობს რომ სოფლიო იყოს მრავალპოლარული, დღეს ანტინატოური კოალიცია შეიქმნა, რომელიც რამდენიმე ჯერ, შეიძლება 10-ობით ჯერ, 10 ჯერ უფრო მძლავრი, უფრო ტექნოლოგიურად გამართული, ну არაფერს აღარ ვსაუბრობ უკვე ადამიანურ რესურსზე და იმ შემართებაზე და იმ გაწვრთნილ ჯარზე, რომელიც ყავს აი ამ სამი ქვეყნის ქვეშ არსებობს ეს ჯარები. ამიტომ დამთავრდა ბატონო დავით მსოფლიოს აი ეს მაიმუნობა, რომელიც უკვე მრავალი 10 წლეული კაცობრიობის ნორმალურ ქვეყნებს და იმ ქვეყნებს, რომელიც მე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უпростоრად მიიღეს ამათმა და პრაქტიკულად მიწასთან გასწორება მოუნდომეს. ну ჩვენი ქვეყანა რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის ავანგარდში იყო და წინ გავბოდით ყოველთვის და ყველაფერი უბედურება ჩვენ დაგვემართა. მაგრამ მე მინდა ასევე მიულოცო საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას, რომ უახლოეს წლებში, შეიძლება 2, შეიძლება 2 წელიწადნახევარი, შეიძლება 3 წელი მაქსიმუმი, აი ეს 36 წლიანი რუსთაველზე სირბილი აი დასრულდება და ალბათ ის 40 წელი იქნება, რომელსაც ამბობენ ხოლმე, რომ 40 წელი ატარა მოსემო ებრაელებიო. ანუ ჩვენ 40 წელი ვირბინეთ რუსთაველზე. ეხლა დარბიან. ეხლა დარბიან და გუშინ დავწერე, რომ 36 წელი, ესე იგი ყოჩახ იმათ, ვინც ეს დაგეგმეს. მტერს უნდა პატივის ცე, იმიტომ რომ მტერმა დაგეგმა ეს 90-იანებში და 36 წელი გვარბენიებენ რუსთაველზე, როგორც ველურებს ერთი მაპატიეთ, ესენი რა ქვია იუბკები და ტანსას არ გვაცვია და ხელში არ გვიჭირავს, თუმცა არც უმაგისობა იყო ბოლო მიტინგებზე ნახეთ, ჯოხელკეტები და იმეებით შუბებით არ დავბივართ, მაგრამ ესეც თუ ასე გაგრძელდა, ესეც წინა გვაქვს ჩვენ რაღაცა ინდიელების იმით, რა ქვია, პერუებით სირბილი. ანუ ეს საქართველოსთვის მისალუცი ამბავია, იმიტომ რომ დასრულდება ეს უბედურება, რომელიც ჩვენ 36 წელია, აი ნატომ, კატომ, ევროპამ, ევროკავშირმა ამ უბედურებამ თავზე მოგვახვია და დღესაც თუ ჩვენ ვერ დავინახეთ ის რა მდგომარეობაში აღმოჩნდა მსოფლიო და როგორი განლაგება მოხდა, ну ძალიან ძლიერ მდგომარეობაში ჩავარდებით. ეხლა ну ჩინეთმა თურქეთმა თქვენ სწორედ ბრძანეთ ჯვარედინი პოლიტიკა, ნატოს წევრია დატოვა, ინდოეთიც ცდილობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ალბათ ჯერჯერობით კიდე
კონდეს სასაუბრო თემა და ბოლომდე არ ჩაყვა ამ მომენტს, თუმცა გუშინ წინ დღეს ხო გაფორმდა სამხედრო ალიანსი და გაფორმდა აი ამ ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობა. გუშინ გაფორმდა აი ამ ქვეყნების, მათ შორის უკვე ინდოეთის მონაწილეობით, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთის მონაწილეობით უდიდესი ეკონომიკური ალიანსი, რომელიც არ გავცელდები მოსახლეობის, კაცობრიობის დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარში ადგენს, ეკონომიკა, ტექნოლოგიები, ენერგომატარებელი რესურსები თუ იმას არ აქვს, აგერ რუსეთს აქვს, ის რაც არ აქვს, ინდოეთს აქვს. ანუ მათი თანამშრომლობა ეს იქნება მსოფლიო ეკონომიკის აბსოლუტურად ახალი გადანაწილების პერიოდი, მათ შორის ფინანსური, მათ შორის ეკონომიკური და მინდა დავამატო ისიც, რომ თუ აქამდე შანხაის ეკონომიკური თანამშრომლობის ეს ორგანიზაცია შოსი მოიაზრებოდა როგორც კულტურული, ეკონომიკური, ფინანსური რაღაცა ეს თანამშრომლობის ორგანიზაცია, უკვე ხვალიდან ეს ორგანიზაცია იქნება უკვე სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მინდა მიულოცო ყველას იმათ, ვინც აი მრავალი ათეული წლის განმავლობაში იჩაგრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოს და მათი დამპყრობითი ომის და სისხლის მსმელი ხელისუფლებების მიერ. ეს მოსალოცი ამბავია, მეგობრებო, და მე დარწმუნებული ვარ, ერთ წელიწადში, ორ წელიწადში აქ სხვანაირი სურათი იქნება და საქართველოს გამოვა იმ უბედურებიდან, იმ ტრაგედიიდან, რაც ჩვენ დაგვმარცხეს 90 წლიდან. და კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო პირველ რიგში ჩინელ ხალხს, ჩინეთის ხელისუფლებას და ყველა იმ ლიდერს, რომელმაც გამონახა თავის თავში ძალა, ჩავიდა და დააფიქსირა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მათთვის აღარ არის ჰეგემონი. ამერიკის შეერთებული შტატებმა დადო თავისი უფლებამოსილება. ეს ტრამპის რეაქციაზეც აისახა შესაბამისად, შეთქმულებას მიწყობენო, მაგრამ თუ დააკვირდით ბატონო მიხეილ, თავად სი ძინპინი როდესაც იდგა ამ სპეციალურ ავტომობილში, სამხედროებს როდესაც ჩაუარა გვერდით, საკმაოდ ჩამოჰგავდა სტალინს, რამდენიმე გარემოების გამო. პირველ რიგში თმების ვარცხნილობით, ულვაში არ ქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ფრენჩი ეცვა სტალინის მსგავსი. თან ისეთი კი არა, როგორც კიმ ჩენ ინსაცვია, ან ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, არამედ ზუსტად ისეთი, როგორც სტალინს ეცვა. და გამოიყურებოდა საკმაოზე მეტად მშვიდად და თავდაჯერებულად. ანუ როგორც ჩანს, შინაგანად რაღაც ტრიუმფატორის განცდა აქვს. ვიცით, რომ ჩინეთი უძლიერესი ეკონომიკაა, უკვე საკმაოდ უსწრებს არაერთ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებს და ბუნებრივია ამბიციებიც გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოიხატება იმით, რომ მიუხედავად იმ შეიარაღებისა, რაც იმ აღლუმზე გამოჩნდა, მას აქვს საკმაოდ ესეთი თანმიმდევრული რაციონალური პოლიტიკა იგივე ტაივანთან მიმართებით. ყოველთვის აფიქსირებს ჩინეთის ლიდერი და ხელისუფლება ამ ქვეყნის, რომ ისინი მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებენ ტაივანის დაბრუნებას, თუმცა ხშირად ასევე ხაზს უსმევენ, რომ თუ საჭირო გახდება, ძალასაც გამოიყენებენ, მაგრამ აქ პროპორციები ყველაფერს ცხადყოფს, ეს არის მართლაც უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანა. საინტერესოა რუსეთის ლიდერის ვიზიტი, აგრეთვე დასავლური მედია საკმაოდ ისე ირონია ნარევი და სარკაზმ ნარევი ოღონ აშკარად ჩანდა, რომ წუხილი აქვთ. აი იძულებულები იყვნენ, ისეთი პრესა ჰქონდათ აი ამ პუტინის ამ ვიზიტზე ჩინეთში, პეკინში, რომ სიმწრის სიცილი გაზდევდა მთელ ამ მათ მასალებს, მათ მიერ გამოქვეყნებულ მასალებს. აი პირდაპირ თხზავდნენ, უკვე პროპაგანდათ არის გადაქცეული დასავლური მედიის ის ნაწილი, რომელიც ვერ ინელებს აი ამ რუსეთ-ჩინეთის დაახლოებას. ეს აქ მხოლოდ ამ სამხედრო სიძლიერის გამოხატვა არ იყო ამ აღლომით, ანუ ამ შეხვედრებისას არაერთ სერიოზულ გეგმას დაედო საფუძველი, ან მაგალითად რუსეთი აღმოსავლეთში, ან ჩინეთში
გასადენის მშენებლობას დაიწყებს, 116 მილიარდი კუბი წელიწადში. ეს უზარმაზარი ციფრია, ეს საკმაოდ ციფრია და ფაქტობრივად ყოვზი უვარდება დასავლეთ ნაცარში, გარდა იმისა, რომ ვარს ამბობს რუსეთის ენერგომატარებლებზე, აქ ჩინეთი ფაქტობრივად აკუმულირებას მოახდენს მთელ იმ ენერგომატარებლებს, რაც რუსეთს, დასავლური ვერსიით გამოუყენებელი უნდა დარჩენოდა. თქვენ მერცი ახსენეთ. ხლა მერცმა გააკეთა ისეთი განცხადება თან არაერთი. შეურაცხყოფელი ტონით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტი პუტინი. სამხედრო დამნაშავე უწოდა. წარმოგიდგენიათ ხომ? რუსეთის პრეზიდენტი სამხედრო დამნაშავის რანგში პირობითად ნიურნბერგის პროცესზე. სადაც ეს ფაშისტი სამხედრო დამნაშავეები იჯდნენ, როდესაც ასამართლებდნენ ამათ და იმ ქვეყნის ლიდერი, სადაც ეს მოხდა, ახლა იხსენიებს რუსეთის პრეზიდენტს სამხედრო დამნაშავედ. გამოხმაურება იყო ამაზე უკვე მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ზახაროვა. აქ რა თქმა უნდა სიტყვათა თამაში, ახლა ყველამ ვიცით, რომ ბატონო გერმანულად არის ჰერ მერც. ფილმების გახსოვთ ალბათ ხო, იგივე შტირლიცის გაზაფხულის 17 გაელუება და სხვა მეორე მსოფლიო ომზე მიძღვნილი ფილმებით რუსულ თარგმანში ეს ჰერ ითარგმნებოდა როგორც გერ პოლკოვნიკ, გერ ობერფიურერ და რაღაცა და მთელი ამბები. და ამ ზახაროვამ თქვა, რომ ჰერ მერცო და ჰერ ძალიან ცუდი სიტყვა არის რუსეთში. ხო, ეს უბრალოდ სახეცვლილი სიტყვა არის, რომ უფრო მწვავე არ იყოს ის, რასაც ამაში გულისხმობდნენ. და ასე მოიხსენია ზახაროვამ ახლა გერმანიის კანცლერი. ახლა ერთია გერმანიის კანცლერი რას ამბობს, მაგრამ პენალტი დაარტყა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ეს ხალი რაც მან თქვა, პრინციპში მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად სხვა პლანეტაზე არიან. და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ არანაირი ჯარების გაგზავნაზე უკრაინაში საუბარი ვერ იქნება, შერეული კონტინგენტი სხვადასხვა ქვეყნებიდან. ურსულა ითხოვს ამას დაბეჭდებით. ხო, ასეთი აზრი აქვს და როგორც ჩანს, გასაგებია, მერე იყო ასევე ინფორმაცია, შემოაგდეს ასე ინფორმაცია, რომ ურსულას თვითმფრინავის სადღაც ბულგარეთის ტერიტორიაზე რუსები სპეციარაღით ეცადნენ რადიო ტალღების დახშობას და ასე შემდეგ. ბულგარეთის მთავრობა გამოვიდა და თქვა, რომ არ ვაპირებთ ამის გამოძიებას. თქვენ გახსოვთ კარგად ბატონ მიხეილ, როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩავიდა, სტამბული იყო თუ არ ვცდები, შეხვედრა იყო ერდოღანის და ეს აღმოსავლელი ლიდერები ისხდნენ და საერთოდ სავარძელიც არ დაუთმეს ამ ხალხს და გაოცებული იყო რატო ვერ დავჯექიო. ხო და ამ ადამიანს არ აღიქვამენ სერიოზულად საერთოდ, თუნდაც ის ლიდერები, რომლებიც იქ იყვნენ პეკინში შეკრებილნი. ცალკე თემა არის პაშინიანის და ალიევის ყოფნა პეკინში და მონაწილეობა ამ აღლუმში. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონ მიხეილ, აქაური ოპოზიცია იმასაც ამბობდა ხელისუფლებას ესე დააყვედრა, რომ აი ხო ხედავთ, მიუხედავად ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა, თქვენ არავინ არ მიგიწვიათ ამ აღლუმზეო. ძალიან რამდენიმე კითხვა იყო და შევეცდები ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ მოსკოვში დავრეკე და მითხრეს, რომ ნერვიულობთო ვლადიმერ პუტინს გულთან ახლოს არ მიუტანია, რომ მას ნიურნბერგზე გაასამართლებენო და ამ კუთხით მშვიდად ვიყოთ იქ მოსკოვში, კარგად მშვიდად არიან. ვაი, ამათ პატრონს უბედურს. აი ეს კარლიკები, ეს ჯუჯები ახლა რომ დარბიან ევროპაში და მადლობა ღმერთს, რომ ევროპა ამ დონეზე არის დასული. ეს ჩვენი დამოუკიდებლობის და ჩვენი გადარჩენის კიდე ერთი არგუმენტია იმასთან ერთად, რაც ახლა დღეს გუშინ წინ მოხდა ჩინეთში. ეს მაპატიეთ შეურაცხადი ქალები და კაცები, რომლებიც აზრზე არ არიან რა ქვეყანაში, რა ქვეყნების მმართველები არიან, მე ეჭვმება რა თავის ქვეყნების ისტორია იცოდნენ. მე უკვე ეჭვმება, რომ შეუძლებელია მსგავსი დეგენერატები
მართავდნენ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, თუმცა დეგრადირების ის დონე, რა დონეც დღეს ჩვენ ევროპაში გვაქვს, აუცილებლად შობდა მსგავსი ტიპის ლიდერებს. დეგოლიდან აი ამ არარაობამდე ეს არის გერმანიის მაპატიეთ საფრანგეთის გზა თავისი სიდიადიდან დეგრადაციამდე. ანალოგიურად არის გერმანიაშიც. გერმანიის 60-იანი წლების გერმანიიდან რო წამოვიდეთ, დღევანდელ გერმანიაში ის ლიდერების ზუსტად იგივე დეგრადაცია. ამიტომ მოდით სერიოზულად ამ საკითხს მე უკვე აღარც განვიხილავ, მით უმეტეს დღეიდან. ეს ხალხი არის, რომელსაც არ უნდა უსმინო და უფრო მეცაც გეტყვით. ხელისუფლებები, რომელიც დღეს ვერ აკეთებენ ანალიზს და ვის ჭირდება ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩამოგდება თვითონავის, როდესაც მე დარწმუნებული ვარ, მისი ოჯახის მახინაციები აი ამ აცრებთან დაკავშირებით და ვაქცინებთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში დაიდება და მაგალბატონს გამოამწყვევენ იქ, სადაც ჯერ არს. ეს ერთი. ეხლა მეორე. ევროპის ეკონომიკის მდგომარეობა დღეს როგორიც არის, ტერს არ უსურვებ. ის რაც ჩანს, ისეთ 85 წლებში საბჭოთა კავშირის მდგომარეობა კი იყო რაღაცნაირად ესეთი მძიმე იყო 80-იან წლები ავიყოთ, ხო? მაგრამ ვერავინ ვერ იტყოდა, რომ საბჭოთა კავშირი იშლებოდა რამდენიმე ათეული ადამიანის გარდა, რამდენიმეს მეც ვიცნობდი რუსეთშიც და საქართველოშიც, ხო? მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, ხო? დღევანდელი გერმანიის ეკონომიკა და რითი იყო ცნობილი გერმანია, რითი იყო დასავლეთის ცნობილი და მიმზიდველი, რომ იქ სოციალური დაცულობა, სოციალური ფონდები, სოციალური დონე იყო საკმაოდ მაღალი, ხო? ყოველდღიურად მე იმაზე აღარ ვფრო ფასები მატულობს, მე იმაზე აღარ ვამბობ, რომ სოციალური სამსახურები პრაქტიკულად ყოველდღე ქრება მოხმარების ველიდან. აღარ არსებობს იქ ადამიანი, რომელიც სრულ მომსახურებას იღებს საავადმყოფოებში და კლინიკებში, ხო? ეს აუცილებლად გაგრძელდება, ეს არ იმიტომ კი არა რომ მე ესე მინდა, თუმცა მე ესე მინდა, იმიტომ რომ მათ დასავლეთმა ჩვენ 25 წლის განმავლობაში მაპატიეთ ქვეყანა მიწასთან გაასწორეს და დედა გვიტირეს ერთადერთი ამოცანით, რომ ჩვენ ყოფილიყავით რუსეთისთვის პრობლემა. ანუ შეგვალეწეს და მე არც ერთ მომენტში არც იმას არ ვიტყვი, რომ მე მეწოდება ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობა, არა, მათ მოიყვანეს ის ხელისუფლებები, როგორც გერმანიის ფაშისტური გერმანია მოიყვანა ხელისუფლებაში გერმანელმა ხალხმა და მე ორად გაიყო გერმანია და არ მეწოდებოდა ბატონო, როცა შენ ჰიტლერს ადლევ ხმას, როცა ბავშვების და ქალების და ადამიანის გამტყავებელი ისა რა ქვია, ხელისუფლება ყავს ფაშისტური გერმანიის სახით, ორად კი არა, რატო 7-ად არ გაიყო გერმანია და რატო უფრო მეტი არ მოუვიდა? არ მეწოდება არავინ. ჩვენი თავიც არ მეწოდება. იმიტომ რომ აქამდე მიიყვანა ქართველმა ხალხმა ჩვენი ქვეყანა. ყველა ქვეყანა იმ მდგომარეობას იმსახურებს, ამ მდგომარეობაში ჩავარდა. კიდე ერთხელ მინდა დღევანდელი გუშინდელი დღე ეს იქნება ისტორიის შეცვლის დღეები. თუმცა ამით ეს არ არის დასასრული. ჩვენ გვაქვს ალბათ ერთ რამდენიმე თვეში კიდე იქნება აღა დიდი სამიტი, სადაც საბოლოოდ გაფორმდება ძალიან ბევრი რამ და ის რომ ის 116 მილიარდი კუბი მიწოდება სილასიბირი ქვია, ორი არის, ერთი არის სილასიბირი ერთი და ეხლა აკეთებენ სილასიბირის მეორე ხაზი იქნება და დასავლეთი თქვენ სწორედ ბზანეთ ვერც უარყოფს იმას, რომ პუტინმა სრული გამარჯვება მოიპოვა. არსად არ დააპატიმრეს ჰააგის მიერ ძებნილი პუტინი. პირიქით, ძალიან დიდი გამარჯვება, მაგრამ მაინც ნახეთ როგორ იყბინებიან. აი რუსეთი მოექცა ჩინეთის სრულ გავლენის ქვეშ. რუსეთი იძულებულია, ასე ვთქვათ, დაწეული ფასით მიყიდოს თავის საწვავი ინდოეთს და ჩინეთს. კი ბატონო, შეიძლება ამაში არის გარკვეული მარცვალი, მაგრამ ის შემოტევა, რასაც რუსეთმა გაუძლო ბოლო 3 წლის განმავლობაში, 3 წელიწადნახევრის განმავლობაში, ამას ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებდა, როდესაც გაერთიანებული ევროპა, გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ 52 სახელმწიფო თავს დაესხა ერთ სახელმწიფოს. ეს მერე გამოჩნდა ესეთი აქტიური მხარდამჭერები, ბატონ დავით. მერე გამოჩნდა ჩრდილო კორეა, მერე გამოჩნდა ჩინეთი, თუმცა ამ ქვეყნებსაც თავის ინტერესები აქვს და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყველა ქვეყნის ინტერესებს. მაგრამ აი კიდევ ერთი გაახსენეთ თქვენ და ნიურნბერგის პროცესი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც დაიშლება.
ანუ გაერთიანებული რეფორმირებაზე ხო იყო ისე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ფუნქციებს უკვე აიღებს აი ეს პეკინში შეკრებილი ლიდერები. ანუ პრაქტიკულად ნახეთ, რამდენი ქვეყანა იყო და კიდე ერთი მომენტი აუცილებლად ხაზგასასმელია სოციალისტური მიმართულებით ჩინეთი არის მთლიანად კომუნისტური ქვეყანა, მას გვერდს უმშვენებს ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქე, ოფიცერი და მარცხენა მხარეს უდგას ასევე ჩრდილო კორეის ლიდერი, სადაც აბსოლუტური კაპიტალიზმის ნასახი არ არის, ხო? შეიძლება რაღაცეები იყოს პატარა, მაგრამ პრაქტიკულად სოციალისტური ქვეყანა. ანუ ეს უკვე შეტყობინება სოფლიოსთვის, რომ ის კაპიტალიზმი, ის 5-6 წელსაუკუნიანი დასავლეთის ძარცვა დასრულებულია. ეხლა დაიწყება აუცილებლად უკუ პროცესი. აი როგორც დასავლეთი ძარცვავდა ბრიტანელები, ესპანელები, პორტუგალიელები, ფრანგები, ასე შემდეგ გერმანია ყველაზე ნაკლებად ძარცვა, არ ქონდა კოლონიები იმდენი როგორც მე ვიცი. აი ახლა დაიწყება უკუ პროცესი. აი ეს ქვეყნები შეესევიან ევროპას და კიდე ერთხელ ვიზახი ერთ წუთსაც ამაზე არ უნდანობ. იმიტომ რომ მათ ეს დაიმსახურეს ლეოპოლდი რო ყავდათ და ხალხს რო ატყავებდა და ხელებს ჭრიდა კაუჩუკი თუ ოჯახის წევრი კაუჩუკის გეგმას ვერ შეასრულებდა, პატარა ბავშვებს ხელებს აჭრიდა მშობლების თვალწინ. ამ ქვეყნებმა როგორ უნდა მასწავლოს მე? როგორ უნდა მიმითითოს? ან ამათ როგორ უნდა დაუჯერო? იმიტომ რომ ფული აქვთ. აგერ ფული ბატონო დავით, ის რაც ჩვენ ხა დამოკიდებული გვაქვს და გვაშანტაჟებენ. აი ეს ფული გაჩნდება ახლა ამ ბრიქსის ბანკში და ჩვენ ავტომატურად გადავალთ იქ და 100 წელი არავის არ დაჭირდება შენ და რაც შეეხება სავიზო რეჟიმს გაუსწრებ მოვლენებს წინ. აი მაგენი რომ მაგას მიიღებენ საბოლოოდ. აი შესახვეწი არ იყოს მათი მხრიდან, რომ ვიღაცა ჩავიდეს და ვიღაცა მოინახულოს ევროპა. ძალიან გახარებული ვარ და ამავდროულად ძალიან გაბრაზებული ვარ ხომ როცა დავიწყებ ევროპაზე საუბარს. რაც მაგათმა უქნეს კაცობრიობას და აი ესეთ ქვეყნებს როგორ ჩვენ ვართ. ახალი ტექნოლოგიები აქვს და გერმანიას კაი მედიცინა აქვს. ცოცხალ ადამიანებზე, ქალბატონებზე, ბატონებზე, ბავშვებზე ცოცხალ ნარკოზის გარეშე ატარებდნენ ცდებს. ღორს აკრავდნენ ადამიანის თავს. ადამიანს აკრავდნენ ღორის ტანს. წარმოგიდგენთ, აი რა ქვეყნებთან აქვს საქმე და რა ქვეყნებს გაუძელით ჩვენ. და რამხელა ზეწოლას გაუძელით, მიუხედავად იმისა, რომ ოცნებაზე ხშირად ჩხუბობ ხოლმე, ხო? აი ამათ გაუძელით ჩვენ, იმიტომ რომ ეს უკვე შეუძლებელი იყო, რაც იკადრეს. შენ გეუბნება, რომ შენ კოლეგაა და ამ დროს გეუბნება, ამას დაგიწესებ და აი შენ თუ არიზავ ამას, მე შენ ძმაო დამანებე თავი თუ ძმა ხარ რა, წაიღე შენი სავიზო რეჟიმიც და კარგად გქონდეს იქ სავიზო რეჟიმი. აქეთ არ მოგიწიოს შვეიცარები რო ჩამოდიოდნენ რუსეთში და კარების გამღებად რომ მუშაობდნენ. კი, ну ეს თქვენ რაც ახსენეთ ეს ფაქტები ნამდვილად არის არაერთი ამერიკელებსაც ჰქონდათ ეს ძალით ექსპედიციები როცა იყო ხან ათაშანგი შეყარის გამოძიება იყო თელ სოფელს გახსოვთ ის ვიეტნამის კამპანია იყო ის ცნობილი სურათი პულიცერის პრემია აღებული იმ კაც ვინც გადაიღო რა მდგომარეობა იყო იქ ვიეტნამში რა დღეს შეაგდებდნენ მოსახლეობას და სულ აი ახლახანს იყო აი დანიაში მაგალითად ბოდიში მოიხადეს ძალადობრივი კონტრაცეფციისთვის გრენლანდიელი გოგონების და დაახლოებით 4500 გრენლანდიელ გოგონას გაუკეთეს ეს იძულებითი კონტრაცეფცია, რამაც გამოიწვია მერე ავადობა. დანიის ხელისუფლებამ ბოდიში მოიხადა ოფიციალურად. ხო, ბოდიშით მოხდა ჩემო კარგი, როცა ოჯახებს ღუპავდა, როდესაც ის ხდება, რაც ხდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ევროპელების მიერ ინდიელების გაწყვეტა. კარგ, ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს. თქვენ შეეხეთ პაშინიანის და ალიევის ვიზიტს და იქ მათ განცხადებას, რომ სურვილი აქვთ გახდნენ აი შოსის წევრები და რომელიც ძალიან დელიკატურად ერთის მხრივ ინდოეთმა, მეორეს მხრივ პაკისტანმა დაბლოკა. მოდით რა პირდაპირ ვთქვათ. აქაც დაინახეს პუტინის ხელები. ხო, პუტინის ქმედება. პუტინის ქმედება დაინახეს და შეიძლება ამაში იყოს რაღაცა სიმართლის მარცვალიც, მაგრამ ალბათ უფრო მეტი ის არის, რომ აი იქ შეკრებილი ქვეყნები პრაქტიკულად ერთადერთი ევროპული ქვეყანა იყო წარმოდგენილი, ხო? ნუ თუ რუსეთს არ ჩავთვლით აქ.
სლოვაკეთი იყო წარმოდგენილი. დანარჩენი სად იყო? ნუ თუ ევროპის სხვა ქვეყნებს არა აქვთ იმის სურვილი რომ ის მომენტიც ისეთი ნიშანდობლივია შეხვედრისას, როდესაც მოიკითხა ფიცომ პუტინმა ესე ეშმაკურად უპასუხა, რომ კიდევ კარგი რო ცოცხალი ვარო. ხო, ანუ ხაზი გაუსვა, რომ შენ გადარჩიო. შენ გადარჩიო და რაც შეეხება ახლა ის რომ უარი უთხრეს სომხეთს და აზერბაიჯანს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ის, რაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია რა. კავკასიაში რუსეთის გარეშე ერთ-ერთი ქვეყანა ვერ შემოვა. ისეთი ზემძლავრი სახელმწიფოებიც კი, როგორც არის ინდოეთი და ჩინეთი. რუსეთისთვის ეს არის ხელდაუდებელი ტერიტორია. ამერიკის შეერთებული შტატები თავისი ზეობის პერიოდში. უკვე დავიღალე ამას საუბრით. 2000-იანები 2000-სანამ ვლადიმერ პუტინი მოვიდოდა იმის შემდეგაც. აი რუსეთის საერთოდ რომ მისი მე რამდენი შტატი იყო? ერთ-ერთი შტატი იყო უბრალოდ თითქმის, ხო? აი მაშინაც ვერ გაბედეს კავკასიაში, კავკასიის ქვეყნების ნატოში მიღება, სააკაშვილი ვერ მიიღეს. სააკაშვილი ოქროს ბიჭუნა მათი. ყველაფერზე რო წავიდა და ყველაფერი რო იკადრა. ამიტომ ეს კიდე ერთი მაგალითი არის აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა მის ტერიტორიაზე, ის თვლის მის ტერიტორიად. საკუთარ ტერიტორიად კი არა, თვლის იმ ტერიტორიად, საიდანაც მას საფრთხე არ უნდა ასე ვთქვათ, საფრთხე არ უნდა კონდეს. და როდესაც ვიღაცა გაახელებს, მე ძალიან წუხარ სომხების ბედზე, რომ მე ვთვლიდი და ეხლა ვთვლი, რომ სომეხიერი ეს არის საკმაოდ პრაგმატული, ჭკვიანი და ჩვენი მეზობელი და მოძმეერია, ასევე როგორც აზერბაიჯანი. მაგრამ ძალიან წუხარ იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება დადგეს, არ დასრულებულა ეს ზანგეზურის დერეფანი ტრამპის ხასიათიდან გამომდინარე, ბატონო დავით. მან ხვალ შეიძლება ისე მარტივად თქვას უარი ამ ზანგეზურის დერეფანზე. მისივე სახელობის დერეფანი, ჯერა მასხარაობაა. რა პროვინციალიზმია. რომ ტრამპის სახელობის, აგერ ავლაბარში გვაქვს ისა მისი ქუჩა არის ბუშის ქუჩები, რაღაცა მარაზმატიკები გავხდით რა და ტრამპის სახელობის ისე რა ქვია დერეფანი, რომელიც ღმერთმა იცის, როდის აშენდება, როგორი რკინიგზა ჩაიდება, როგორი ინფრასტრუქტურა. არა, უბრალოდ რუსებს, ასე ვთქვათ, სილა გააწნეს ამითი, რამდენიმე კვირიანი, თვიანი, შეიძლება რამდენიმე წლიანი, მაგრამ უკვე წლებზე არაა საუბარი, ხო? სილა გააწნეს, რომ აი, ბიჭი, შენ აქედან უნდა გაგაგდო, ძმაო, კავკასია, ჩემია. და ხვალ ტრამპმა ეს სიტყვები უკან წაიღოს და ისე მასავით დაუბრუნოს ზანგეზურის კორიდორი, მე სად მივდივარ ჩვენ. ანუ ჩვენზეც გაივლის ეს ამბავი, ბავშვებთ. მე რატო ვდარდობ? ჩვენი მეზობლები რა თქმა უნდა ყველა თურქეთი აქტიურობს ამ მიმართულებით უფრო კავკასიაში უფრო ღრმად გაიდგას ფესვები. თურქეთის აქტიურობა კავკასიაში ყველა ჩვენ გვითქვამს და გავმეორდები. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები. შენ გაქვს შენი ინტერესი, რუსეთს აქვს რუსეთის თავისი ინტერესი და ჩვენ აქ უნდა გავსაზღვროთ ვისი ინტერესი გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება აქ უკვე მრავალი ათეული წლების განმავლობაში და აი ამ შეხვედრამ ამ აღლუმბა აი ამ სამიტმა დაგვანახა რომ მთელი პროგრესული ასე ვთქვათ ეკონომიკურად ამათ პროგრესული ყველა გონია თვით პედერასტია და ლესბიანკების და ბავშვების სქესის შეცვლა ეს არის ბოლო რამდენიმე ათეული წლის მოდაში შემოსული ანუ პროგრესული ხარ თუ მაბატიე რაღაცა ორიენტაციას იცვლი ან მაბატიე კასთანაც წევ ხარ ქალთან ჯვარი უწერია ქალთან არა ნუ ამერიკელების ნუ თავად ტრამპის პოლიტიკა უკვე განსაზღვრავს იმას რომ თავად ამერიკელები უარს ამბობენ ამ ექსპერიმენტზე ასე ბანო დავით ამერიკის შეერთებული შტატების მდგომარეობა კიდევ ერთხელ ამბობ ამერიკის შეერთებული შტატები რა თქმა უნდა არ დაიშლება არ განადგურდება და არ მაგრამ იგი გახდება რეგიონალური სახელმწიფო ძერჟავას რო ეძახიან რომელსაც ექნება თავისი ინტერესები და ვერც ერთ ქვეყნის და ვერც ერთ კონტინენტის ინტერესებში ის ხურს ვერ ჩაყოფს ძალიან მარტივი მიზეზის გამო გახსოვთ რას ამბობდა ტრამპი გავხელოთ ამერიკის შეერთებული შტატები ისევ დიადი დიადობა როდესაც შენ ამ ხელა ეკონომიკური ახლო აღმოსავლეთი წინა აზია შუა აზია უკვე შენი ბაზარი არ ხდება როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უკვე დისკვალიფიცირებული არის, დისკვალიფიკაცია განიცადა. მათმა სამხედრო
საინჟინრო ტექნოლოგიებმა, ან ტექნოლოგიებმა მაპატიეთ ინჟინრებმა, საშუალო რგოლის თანამშრომლებმა, რიგითმა მუშებმა, როდესაც 10 წლეული გაჩერებული იყო სამხედრო სამრეწველო კომპლექსი და მერე დაიწყეს ამის ამოქოქვა მაპატიეთ ამ სიტყვაზე და თვეები დაჭირდათ რომ ეპოვნათ კვალიფიცირებული მუშახელი. ანუ ანალოგიური მდგომარეობა არის ყველა დარგში. ამერიკის შეერთებულ შტატებს აღარ ეყოფა უახლოვეს პერიოდში არ ეყოფა იმის ადამიანური რესურსი, რომ მათ მოახდინონ თავისი ეკონომიკის იმ დონეზე აყვანა და იმ დონეზე აყვანა საჭირდება ეკონომისტების იმაში არ შევალ არ მიყვარს მე სხვა სფეროში შესვლა, რომ შენ ხელფასისგან გამომდინარე, ანაზღაურებიდან გამომდინარე, შენი ნაწარმი კონკურენტუნარიანი იყოს დაუშვათ იგივე ჩინეთში, ინდოეთში, პაკისტანში თუ სხვადასხვა ახლო აღმოსავლეთში თუ შორეულ აღმოსავლეთში და მათ შორის რუსეთის ახლო აღმოსავლეთში ნაწარმოები პროდუქციის. ახლა ბევრ საუბრობენ, რომ აი რუსეთმა მიიღო უფლება, რუსეთის მოქალაქეს შეუძლია შიდა პასპორტით, ანუ რუსეთის ფედერაციის პასპორტით ერთი თვე იყოს ჩინეთის ტერიტორიაზე. ანალოგიური პასპორტით ჩინელებსაც აქვთ შემოსვლის უფლება და იქ ყოფნის, ან უვიზოთ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ახლა რუსეთის ბჭყალებში კეთილი სურველები აი, всё, მორჩა წაიღო ჩინეთმა რუსეთის აღმოსავლეთით, ციმბირს დაიპყრობს, იმას დაიპყრობს. არავინ ვერებს ვერ დაიპყრობს. 200 წელზე მეტია, 300-400 წელი ეს ტერიტორია აქვს რუსეთს და არანაკლები შემოსევები. თუ მეტი არა, არ ყოფილა და უფრო ვერაგული, ხო? რუსეთს აქვს ერთი ძალიან კარგი პრინციპი. ყველა იმ ხალხებს, ვინც საცოლად მოყავს რუსი, ავტომატურად ისის რუსი ხდება 1-20 წლის შემდეგ და ეს თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ და მათი შვილები 90% არიან რუსები. ანუ მათ აქვს ძალიან კარგი საშუალება ასიმილაცია გადახარშოს სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ერთი უბრალო მიზეზის გამო ისინი არ გიქმნიან ბარიერს. შენ საქართველოსდან ჩასული, აზერბაიჯანიდან ჩასული თუ სომხეთიდან ჩასული ნიჭიერი უნარიანი ადამიანი მოსკოვში დაახლოებით იგივე დრო ჭირდებოდა წარმატების მისაღწევად, თუ შეიძლება უფრო ნაკლებიც, ვიდრე მოსკოვში დაბადებულ მეორე თუ მესამე თაობის წარმომადგენელს. ანუ ეს ზღაპრები კიდე რო ახლა ყვებიან დღეს მოვისმენთ, всё, დამთავრდა რუსეთი, ჩინეთი შეჭამს. ვერ შეჭამს ჩინეთს. გენეტიკური აღარ მინდა ხა გენეტიკაში გადავიდე, რატო ვერ შეჭამს. ანალოგიური მდგომარეობა აქვს ყველა ქვეყანასთან რუსეთს და აღმოსავლეთის განვითარება, აი ურალს იქით რა მდგომარეობაც არის, აუცილებლად განვითარდება ეს ტერიტორია და დანარჩენი ახლა ნახოთ. ამერიკის შეერთებული შტატები პირველი განცხადება ხო გააკეთეს, რომ მოკითხვა გადაეცან. მეცო მივიღეო მონაწილეებაო ძალიან სასაცილოდ გამოუვიდა ბატონ ტრამპს. შეახსენა რომ ამ 80 წლის იუბილეს რო იხდითო, მეც აქავარო და მე არ დამივიწყოთო, იმიტომ რომ მეც მივიღე. კი ბატონო, ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც კონტრიბუცია ჰქონდათ და დიდი წვლილი გაიღეს მეორე მსოფლიო ომში. პუტინმაც გადაუხადა მადლობა. ხსენებია როგორც ასეთი ამერიკის შეერთებული შტატები. ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს პირდაპირ ახსენა ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ყველა ის ქვეყანა, ვინც მონაწილეობა მიიღო და დახმარება გაუწია და არა მოიგეს და არა სრულ წილში იყვნენ. ისინი იყვნენ მაპატიეთ საკონტროლო პაკეტი სამწუხაროდ. ჯობდა იმათ ქონდათ საკონტროლო პაკეტი ამ გამარჯვების და არ 27-30 მილიონი და ღმერთმა იცის რამდენი საბჭოთა მოქალაქე არ დაღუპულიყო, მაგრამ მან თავისი ვალი მოიხადა და ხე რისთვის რატო ანუ იმდენათაა ტრამპის მდგომარეობა დღეს იმდენათ არის ასე ვთქვათ ანერვიულებული რომ მეც აქავარო ბიჭებო მეც აქავარ და არ დამივიწყოთო ანუ აი ეს ბიჭებო მეც აქავართ მაძლევს იმის საშუალებას რომ ეს ყველაფერი დასრულდება აი ეს უბედურება კიდევ ერთხელ მიმეორებ ხო ტრამპის პოლიტიკისთვის რა თქმა უნდა რყევაა ეს ახლა შიდა ელექტორალური რყევაა ვინაიდან ხედავენ აი იგივე დასავლეთის პრესის მიხედვით რომ კაცი რაც გახდა პრეზიდენტი ანუ ახლა ხელმეორედ არჩევის შემდეგ არაერთი მცდელობა ჰქონდა პოზიციონირებს ისე როგორც ისეთი შვიდობის ყოფილი ცდილობს რომ თუნდაც უკრაინის კონფლიქტი დაასრულოს საუბარი იყო ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულებაზე მაგრამ ნუ აი არ გამოსდის
თვითონ ევროპელები ამბობენ, რომ აი ამ შეხვედრის შემდეგ, რაც პეკინში აღლუმის შემდეგ, პირიქით გაასკეცებულად მიდის ახლა ტრამპის წინააღმდეგ, ნიაღვარი აქვს უკვე ევროპელებს, რომ აი რამდენი ეცადა ვერაფერს ვერ შვება, არაფერი არ გამოსდის და ეს მათ აძლევს საშუალებას, თუნდაც ეს პეკინში გამართული შეხვედრა პუტინისა და სხვა ლიდერების, რომ უფრო მეტად შეუტიონ ტრამპს. ევროპელებს კვლავ უნდათ ის დღის წესრიგი, რაც იყო აი ამ გლობალისტურ ლიბერალური ბაიდენისეული დღის წესრიგი. ახლა ბაიდენი ვიცით რა მდგომარეობაშია, აქ არ არის მასზე საუბარი, მაგრამ ტრამპის მოშორება კვლავ სურთ ევროპელებს და დაელოდებიან მომდევნო არჩევნებს. ბანდავით, ნახეთ როგორი საინტერესო განცხადება, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, რა საინტერესო განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა, როდესაც მან პრევენცია მოაწყო, ასე ვთქვათ. პრევენციული განცხადება იყო ჩემი დაკვირვებით, რომ სიგიჟეა თუ ვინმე დღეს იფიქრებს, რომ რუსეთი აპირებს ევროპაში გადასვლას და ევროპაზე თავდასხმას. რუსეთი არც უკრაინაზე არ აპირებდა ზუსტად შემილია გითხრათ თავდასხმას და აი მის გაჩაღებას, რაც ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის, რაც მოხდა ახლა თებერვლის თვეში 3 წლის წინ და არც უკრაინასთან დაძაბოს აპირებდა იმ შემთხვევაში, თუ მისი საერთო ინტერესები იქნებოდა გათვალისწინებული. თუ ევროპამ და მე დიდი ალბათობით სამწუხაროდ ნეტავ ვწდებოდა, პირველი მე ვიტყვი რომ შევწდი მეთქი. თუ ევროპამ ვერ მოთოკა თავისი ამბიციები, ისევე როგორც ვერ მოთოკა ნაპოლეონის დროს და ვერ მოთოკა ადოლფ ჰიტლერის დროს და მოახდინა პროვოცირება ან კალინინგრადში და მოახდინა ის, რომ კალინინგრადის ბლოკადა იქნება იქ თუ სამხედრო ოპერაციის დაწყება, აი მერე უკვე ეს ნათქვამი ვლადიმერ პუტინის კარგად დავიმახსოვროთ. ის არ აპირებს, მან დააყენა პირობები. ან ამ პირობებზე წამოხვალთ, ან იქნება ისე, როგორც იყო უკრაინაში. უკრაინაში, მოდით კიდევ ერთხელ გავიაროთ, რა იყო წინაპირობა, რატო ამბობს პუტინი ყოველთვის გამომწვევ პირობებს. აი რა ეს ერთ დღეში ხო არ მოხდა ამ კონფლიქტის დაწყება. ხო რა იყო გამომწვევი პირობები? ეს იყო რუსეთის შევიწროება, რუსული ენის, რუსი ხალხის ნატოში გაწევრიანების ან აგრეთვე ეს იყო სევასტოპოლის სამხედრო რა ქვია, ხელშეკრულების არ გაფორმება 50 წლით და იქ ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს ჯარების შემოყვანა. ანუ წინაპირობები რა იყო? წინაპირობები ეს იყო რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი ისეთი სამხედრო თუ პოლიტიკური ოპერაციები, რომელიც რუსეთს პრაქტიკულად ხელფეხს შეუკრავდა და აი ლულას მიუტანდა საფეთქელთან. ანუ საფეთქლიდან ხელი აისხლიტა და თუ ევროპა გაბედავს იმას, რაზეც ახლა ეს მერცი როყავთ იქ და გერმანელები ამბობენ, რომ ჰიტლერის მერე ესეთი აგრესიული და არადესტრუქციული კანცლერი ალკოლიაო, მაშინ შეიძლება მოხდეს ის, რაც მოხდა. და მე მაინც მაქვს ეჭვი იმისი, რომ ევროპა თუ არ შეასრულა აი ეს ულტიმატუმი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და არ მოხდა აღმოსავლეთ ევროპის დემილიტარიზაცია და ნატოს ინფრასტრუქტურიდან გაწმენდა, შეიძლება რაღაც კონფლიქტზე ევროპა წამოვიდეს. იმიტომ რომ რუსეთს რამე დღეს ევროპა და ნატო რუსეთისთვის ყოველი დღე, რომელიც გრძელდება ომი უკრაინის ტერიტორიაზე, ყოველი დღე ასუსტებს ევროპას. და ყოველი დღე მე ვერ ვიტყვი აძლიერებს რუსეთს მეთქი. პრობლემები არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკური, მაგრამ ის ორი ქვეყანა, რომელიც ახლა განსაკუთრებით ჩრდილო კორეაზე მაქვს საუბარი, რომელიც თავისი 100,000-იანი სამხედრო კონტინგენტით მზად არის ჩაერთოს ამ ბრძოლაში, ჩათვალეთ, ეს საათების ამბავია. შეიძლება რამდენიმე კვირა დაჭირდეს იმას, რომ აი რუსეთმა მოახერხოს უკრაინის ფრონტზე და უკრაინის აი ამ საბრძოლო თემაში გარღვევა. ამიტომ ჩვენი მოცემულობა დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების ისევ და ისევ რჩება, მაქსიმალურად დაახლოება რუსეთთან, მესმის გასაგები არის რაღაც შიშები, მაგრამ ამას დრო ჭირდება ნებისმიერი გადაწყვეტილებაც რო იყოს მიღებული სექტემბერში, ოქტომბერში თუ ნოემბერში ამ სავიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.
ამას დაჭირდება რამდენიმე თვე, შეიძლება წელის დაჭირდეს, იქ კიდე ფიცო ჩაერება, იქ უნგრეთი ჩაერება, იქ კიდე რაღაც ჩაერება, იქ კიდე დღევანდელი და რა თქმა უნდა საინტერესო მომენტი დაიწყება. აი ამ შეხვედრების შემდეგ მე ძალიან მაინტერესებს ევროპის სხვა ქვეყნები რა პოზიციას დაიკავებენ. ანუ ისე ამ სიგიჟეში დარჩებიან, რომელიც სიგიჟეში არის ფრანგი, აი ნახოთ საფრანგეთის განცხადება ამ დღეებში როგორ იქნება. ანუ დღეს 3 ან 4 გამოკვეთილი გიჟი არის ევროპაში. ხო ეს არის გერმანია, ეს არის საფრანგეთი, ეს არის კიდე დამეხმარეთ. ну ბალტიის ქვეყნები რომელიც რატომაც ცდილობენ რუსეთს მოუგებენ. რუსეთის გადასახედიდან ნუ ამ გიჟებში ბალტიის ქვეყნებია და პოლონეთი. ერთად ხო, რომ ესენი მოუგებენ რუსეთს და მოახდენენ მის სამხედროზე, ასე ვქვია, ბრძოლის ველზე დამარცხებას, ისე როგორც უკრაინის დამარცხება და დღეს კიდე ისმის დასავლურ პრესაში, რომ მათ რუსეთს უნდა დაამარცხონ ბრძოლის ველზე. ანუ ეს უკვე პოლიტიკა არ არის. ესა შიზოფრენიის თემა. აი მერცი რასაც ამბობს, ახლა არა აქვს აქ მაინც და მაინც აქცენტი გაკეთებული შეიარაღებით და სამხედრო მანევრებით. მერცი იყო თუნდაც ნუ თავიდან ამბობდა რომ ეს ტაურუსები უნდა მივაწოდოთ, მერე გაჩერდნენ რამდენჯერმე ვარი თქვა, გადაიფიქრა, მაგრამ აი ამ განცხადებით, ბოლო განცხადებით ის ამბობს რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ეკონომიკური პრობლემები შეუქმნათ რუსეთს. ანუ ისევ იმ წერტილში ბრუნდებიან საიდანაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში ის იმედები, რაც დასავლეთს ჰქონდა, რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშლება. გახსოვთ ალბათ, თავარი მოლოდინი იყო ეს, რომ რუსეთის ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო ამის ომის შედეგად. და რო ვერაფერს მიაღწიეს სამხედრო ძალით, სამხედრო ძალაში რა იგულისხმება იარაღის პერმანენტული მიწოდება უკრაინელებისთვის, მილიარდები დახარჯეს ამაში, მაგრამ ვერაფერი ვერ ქნეს. ის ცნობილი ფრაზაც გვახსოვს, მაშინ ბორელი იყო ევროკომისარი, რომ აუცილებლად ბრძოლის ველზე უნდა დავამარცხოთ რუსეთიო. ახლა ასეთ რამეს აღარ ამბობენ, უბრალოდ ახლა სინდისიც როგორც ჩანს, მაინც შემორჩათ, ხვდებიან რომ წაგებული აქვთ იმ ბრძოლის ველზე, თუნდაც იმ გამყოფ ხასთან ვერაფერს ვეღარ შვებიან. ანუ რუსეთი აი ამას წინათ გერასიმოვი გამოვიდა გენერალური შტაბის უფროსი და ჩვენ მთელ პერიმეტრზე, მთელ ფრონტის ხაზზე გავაგრძელებთ კვლავ შეტევით მანევრებსო. ანუ გაჩერებას არ აპირებენ. თვითონ დასავლეთიც ამას არ უარყოფს, მაგრამ მერცის განცხადება კვლავ მოწოდებულია მერცი იმისკენ, რომ ეკონომიკური ვინტილები გადაუკეთოთ რუსეთს, რომ ეს იქნება შედეგის მომტანიო. მაგრამ ვერ ხვდებიან ან რუსეთის მენტალობა, რუსეთის ხასიათი ამ დრომდე მაინც ვერ შეისწავლეს. ზუსტად მაგ იმედოდა მე თქვა, ბანნოდავით. აი ძალიან კარგად გვახსოვს ჩვენ ორივეს ელცინის დროინდელი რუსეთი. ну ეს პრაქტიკულად ჩათვალეთ ქვეყანა არ იყო კატასტროფული ფინანსური მდგომარეობა, კატასტროფული ვალები, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს რო არ მიეცა ელცინისთვის არჩევნებზე და ეს გასაჯაროვდა ეს მიმოწერა და სატელეფონო საუბრები როგორ ეხვეწებოდა რამდენიმე 100 მილიონს პენსიები მაინც რო გავცე არჩევნების წინო. ანუ ესეთი რუსეთი არ დაიშალა და ასეთმა რუსეთმა ამერიკული ბარკლებით გადაარჩინეს მაშინ ეს კენტუკიდან აგზავნიდნენ. იქ ამერიკული ბარკლები იყო, იქ სხვა რამე იყო, იქ სხვა არა მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის რუსეთის ფაქტორი დასავლეთის საზრუნებაში. ანუ აი ეს პარადიგმა რომელიც დაიწყეს, პეტრემდე დაწყებული იყო და ივანე მეოთხეს, რომ რუსეთი ეს არის ბოროტება. ანუ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ რუსი ადამიანისგან შეექმნათ ბოროტების ხატი და თუნ ბრიტანელებმა მოიფიქრეს ეს დათვი. ანუ არწივი იყო ევროპის ქვეყნები, მელა ის რაღაცა აი დათვი მოუქნელი რაღაცა ესეთი რაღაცა საშიში ბოროტი და ნებისმიერ გამოწვევას როდესაც პოლონეთში იყოს აჯანყებები 1821 და 1868-ში თუ აღარ მახსოვს და რუსეთმა მას ლოკალიზება გაუკეთა, აიო რაკნა უშუალოდ დაიპყრო პოლონეთიო და მიმდებარე ტერიტორიები. ანუ ნებისმიერი რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი. მე არ ვამბობ რუსეთი ანგელოზია, არც ერთი დიდი ქვეყანა ანგელოზია არ არის. ყველას თავის ინტერესები აქვს და ყველა ქვეყანა ეს არის სახელმწიფო არის თავის ფუნქციებით. მაგრამ ნებისმიერ რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯს ნათლავენ, რომ ის დაესხა თავს
ვიღაცას. და საფეთქელთან რომ მოაქვს ჩემთან ლულა და ხელი რომ აუკრა, მე გამოდივარ ცუდი. რატო არ მივედი საშუალება რომ დიდხანს გაეჩერებე და მეორე საფეთქელსაც მოედო და მესამე და მეოთხე ანუ ამ ლოგიკითაა, როცა მათ ვიღაცეებმა ჩათვალეს რომ ეს ქვეყანა არ უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ესენი ველურები არიან, მათ არ აქვთ არსებობის უფლება, ესენი უნდა იყვნენ აი მაპატიეთ ლახმოწეხ რო იტყვია რა, აი ესე უნდა იყვნენ და როგორც კი გამოჩნდა პეტრე პირველი, საშიშია პეტრე, იმიტომ რომ ველური ქვეყნის წარმომადგენელიო, ჩვენ ტექნოლოგიები მიაქვსო და ღმერთმა იცის რას გვიზავსო და არაფრის ქნა არ უნდა და ეს კაცი ცდილობდა გამხდარიყო ევროპის ნაწილი და ამაყობდა თუ არ მეთანხმებით მითხარით. არა გეთანხმებით სრულიად. ვლადიმერ ნიკოლოზის იმპერატორიზმის მთელი რუსული ცდილობა იყო გამხდარიყო ევროპის ნაწილი მე-19 საუკუნეში. ევროპული ბალები და ევროპული ცხოვრების წესი და მამან, პაპან, დადან, მამან, ანუ მარაზმი იყო, რუსეთი აღარ იყო. თბილის თუ რაიმე ევროპულის ცხია, მიხეილ ვორონცოვის დამსახურება. ანუ ევროპული. ვლადიმერ პუტინი მოვიდა. კაცმა თქვა, მინდოდა თქვენთან ყოფნაო. ნატოში ჩემოდიოდიო. თქვენი ნაწილი მინდოდა გავხდარიყავიო. 2007-ში თქვა. მაინც არ მემიღეთო, მაინც ველურს მეძახითო, ხო? რა მნიშვნელობა აქვს? მე ერთხელ დამიძახებენ ველურს. ორჯერ თუ სამჯერ გავხდები ველური და ვიქნები ჩემთვის კარგად და ყველა შეეშინდება ჩემი. ანუ კაცმა თქვა, აი ხა გამახსენდა დეტალები რა. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ რუსეთის ინტეგრირება მოხდარიყო დასავლურ ცივილიზაციაშიო. უფრო მეტიც 60-იანი 70-იანი წლების კომპარტიის ლიდერებმა, მათმა ოჯახებმა, ამ ელიტებმა, რო ქვია, საბჭოთა კავშირის დაშლაზე ხო არ იყო ლაპარაკი. უბრალოდ ინტეგრირება უნდა და ისინი უნდა ჩვენს შენერად გვინდა ვიყო. არა უთხრეს იმას შენ არ აგაკ შენ ველური ხარო. შენ გაუპარსავი ხარ, შენ სუნი აგდისო, შენ მოსკოვში დათვები უშანკები დარბიანო. და ეს კარიკატურები ეხლა კი არ არის. ეს კარიკატურები მე-16, მე-17, მე-18 საუკუნეში არის უკვე დახატული გაზეთებში და დათვი ერტლზე, დათვი ეკიპაჟში, დათვი ნავზე, დათვი არყით. ანუ ეს ყველაფერი პიარი ეხლა უფრო სწრაფად ვცელდება ბატონო დავით, მოგეხსენებათ, ვიდრე ვცელდებოდა 3 საუკუნის წინ და 2 საუკუნის წინ. ნუ ტექნოლოგიაა სხვა. იმას თუ ჭირდებოდა 3-4 წელი, რომ შენ რაღაც ერთი პლაკატი გაგეპიარები, ასე ვთქვათ, და მოსახლეობა დღეს ჭირდება 3 წამი. მაგრამ აზრი არ იცვლება. არ იცვლება ჩვენი აზროვნება. ჩვენ რაც ვიყავით 13-14 წელს, ისა ვართ 58 წელს. თქვენ უფრო ნაკლები, ხო? აი ამაზეა საუბარი და ხა დღეს თუ კიდე ვინმეს ეჭვი ნატამალი დარჩა იმისი, რომ საქართველოში რუსეთის გარეშე, კავკასიაში ვთქვათ უკვე საქართველოს დავანებოთ თავი. კავკასიაში რუსეთის გარეშე რამე გადაწყდება. ნუ ძალიან ძლიერ მდგომარეობაში ჩაიგდებს თავის თავსაც, თავის ქვეყანასაც და გარშემო მყოფთაც. ყველაფერი გადაწყდა. ანუ როგორც იტყვიან, ბისპიცი მინუტ 5 წუთია დარჩენილი, როდესაც ეს ყველაფერი გაფურდება და ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებზე არის ძალიან ბევრი დამოკიდებული. რა პირობებით მიიღებს და როგორ მიიღებს აი ამ 4-3 დღიან ფეიერვერკს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო წარმატებების აი იმ ქვეყნების ვინც იყვნენ ჩასული და ხომ მოგეხსენებათ იქ 4 ქვეყანაზეა საუბარი, ძირითადად ყველა დანარჩენს პატივსცემ, მაგრამ ისინი არიან ამ გუნდის წევრები, რომლებიც ითამაშებენ, იმუშავებენ და რატოა საინტერესო შოსიც აი ეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და ბრიქსიც. აქ არის პარიტეტებზე საუბარი. აქ არ არის რომ ვიღაცა ერთი თუნდაც ძალიან დიდი სახელმწიფო, მეორე სახელმწიფოს ხელების როგორც გადაგროხაზე მივა საქმე, იქ დამთავრდება ამ ორგანიზაციების ფუნქციონირება და როგორც კი შეიქმნება ახალი სავალუტო სივრცე, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები პრაქტიკულად დარჩება როგორც პარტნიორი და არა დომინანტი, აი მერე უკვე ჩვენს გვეშველება იშიშების მოგხსნება რომ არ დაგტოვონ რაღაცა უპატრონო და ერთი ახალგაზრდა კაცს საუბრობობთ დღეს და ეს არის მე ვუთხარი რომ რატო არ მიდის საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ უფრო დიდი ნაბიჯებით აი ვანომეშო სვიფტი რომ ჩაჭრანო და დაგტოვონ სვიფტის გარეშეო ჩამოგვეშვა კი ბატონო გეთახავით მაგრამ დასავლეთი იმდენად ვერაგია რომ ის არ გაგიშვებს აი ესე მსუბუქად დაველოდოთ პროცესებს
მივყვეთ იმ პროცესს რაც არის და აი ჰელსინკის კომისიაში ჩანიშნეს კიდე საქართველოს შესახებ კიდევ რიგით მე რამდენი მოსმენა ახლა ნუ გასაგებია რაც უნდა თქვან იქ ძირითადად ამ ბოლო პერიოდში შემოიფარგლებიან ხელისუფლების ლანძღვით ანუ საქართველოს მთავრობას პირდაპირ ურტყამენ შეიძლება ხელისუფლების ლანძღვა ახლა მაგათთვის რამდენი კაცი ლანძღავს ნუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი 5 კაცი შახინის დამადობით და ევროპაში კიდე 1-3 ნუ 10 კაცი რა ხა 10 კაცის ყიდვა სააკაშვილის და მისი ამსონების რომელსაც სხვა შორის ქართულმა უცნებამ შეუნარჩუნა თითქმის ყველა ბიზნესი რაც ჰქონდათ თითქმის ყველა ბიზნესი შეუნარჩუნა და აი აქ შენარჩუნებული ბიზნესებით ხდება ბატონებო თქვენ წინააღმდეგ ამერიკაში და ევროპაში ლობისტური კომპანიების დაფინანსება ეს ისე სხვათა შორის შეგახსენეთ აი ეს არის მეტი ჩვენ გვაქვს ახლა ახალი გამოწვევები ახალი რეალობა და ახალი მსოფლიოს დაბადების დღეს მოვესწარით ეს არის ძალიან დიდი საკაცობრიო ცვლილება რომლის უკან დაბრუნება გამორიცხულია კი, თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონ მიხეილ, აი ის შეხვედრა, ის მოლაპარაკებები ახლა დაიდო რუსულ სააგენტოებზე, რომ თავარი შედეგი რუსეთისთვის თავად პუტინს უთქვამს, რომ იყო ეს საგაზო, ეს ბუნებრივი აირის შეთანხმება, რომ ჩინეთს მიეწოდება დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი რუსული. და ეს იყო თურმე საკვანძო, მაგრამ აი ეს კომპონენტი, რაც თქვენ ბრძანეთ შანხაის თანამშრომლობის ხელშეკრულების ქვეყნები, იქ პრინციპში არის მათ წესდებაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ ის რომ ახლა სამხედრო პოლიტიკურ ბლოკად ჩამოყალიბდეს ერთი ხელის მოსმით, ალბათ ასე მარტივადაც არ არის, ეს გამოიწვევს ასევე სერიოზულ ტალღას თუნდაც აი ნატოს ბლოკში. როგორც ახლა ვიცით, აი პუტინი როგორ აღიქვამს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას და პირდაპირ აფრთხილებს, რომ ამას მოყვება შედეგები და არაერთხელ ვალდაიზე მე მგონი თქვა კიდეც, რომ რა თმინდა მე ეს ღილაკიან ბირთვულია, რა ღი თუ რუსეთი არ იქნებაო. და რაჭერ თვალს არ დავახერხე. რა გვინდა ისეთი მსოფლიო ჟურნალისტმა უთხრა კი, მაგრამ ხო დაიხოცებითო. ნუ კი დავიხოცებით, მაგრამ ჩვენ წავალთ 64-შეო და ისინიო ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან. ხო, ნუ ეს ისეთ ამერიკა ახლა თქვენ მართალი ბრძანდებით, აი რამდენი წელი დაჭირდა როდი შეიქმნა 23 წლის წინ შეიქმნა ეს შანხაის თანამშრომლობის თუ არ ვწდები და რამდენი წელი დაჭირდა რომ აი ამ კონდიციამდე მისულიყო ეს ყველაფერი ხო მაგრამ ეხლა პროცესები გაცილებით უფრო სწრაფად წავა დროც აჩქარდება რეალური მდგომარეობაც და აი ახლა რაც თქვენ თქვით რამდენად სწრაფად ჩამოყალიბდებიან როგორც სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაცია ეს პირდაპირ დამოკიდებულია ნატოზე ანუ თუ ნატო და მასში შემავალი ქვეყნები გააგრძელებენ იმ გზას, რომელსაც დღემდე ადგენენ ესენი, ჩათვალეთ, რომ პასუხი და რეაქცია შანხაის წევრი ქვეყნების სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაციის გადარქმის იქნება ძალიან სწრაფი. რამდენადაც დასავლეთი დაძაბავს სიტუაციას, იმდენად აქ პროცესები დაჩქარდება. მე ასე ხედავ და მე მგონი ასეა. წავლენ დათმობაზე და კიდე ერთხელ ვამბობ, აღმოსავლეთ ევროპას ნატოს ინფრასტრუქტურიდან გაანთავისუფლებენ? კი ბატონო, მაშინ არავითარი საფრთხე იმისი, რომ და რა თქმა უნდა ძალიან მალე დადგება თქვენ ბრძანეთ გადაცემის მსვლელობისას ტაივანის საკითხი. ტაივანის საკითხი დადგება და ძალიან არ მინდა რომ როგორც ადამიანმა ტაივანის საკითხი დადგეს სამხედრო ჩარევით და ამან გამოიწვიოს კიდე აი რეგიონში დაძაბულობა. პრინციპში ორი სიტყვით რო შევაჯამო პროცესები ძალიან კარგია კიდევ ერთხელ საქართველოსის არის ძალიან კარგი პროცესები რომელიც თავს დააღწევიებს ჩოგოყანას 30 წლიან კოლონიურ მდგომარეობას და შევძლებთ ალტერნატიული გზების მოძებნას მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ნებისმიერი ეს გზა არის ჩაკეტილი იმიტომ რომ არც ერთი ქვეყანა საქართველოს და რუსეთის ჩუმი თანხმობის გარეშე შეიძლება ხმამაღალი თანხმობა და ჩუმი თანხმობის გარეშე აქ მოსვლელი არ არის და ეს როგორც არის ჩემთვის ეს დიდი ხანია ცნობილია მაგრამ მე მინდა რომ სხვებმაც იფიქრონ ამის შესახებ დიდი მადლობა ბატონო მიხეილ გადაცემაში სტუმრობისთვის მე მაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი შევხვდებით ზეგ 16 საათზე მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის